შემოვდგი ფეხი, წყალობდე ღმერთი. ფეხი ჩემი ბედნიერების, ჯანმრთელობის, წარმატების, დოვლათის და ბარაქის მომტანი. ფეხი ჩემი სიხარულისა, კვალი ანგელოზისა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. დღეს 2 იანვარია, ბედობა. ასე გადაწყვიტეს ადამიანებმა საუკუნეების წინ. ხალხი თვლის, რომ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმასაც ფიქრობს, რომ სწორედ ეს დღე განსაზღვრავს თუ როგორ ვიქნებით მთელი წელი. არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ვიზეიმოთ, რას დავეძებთ. მინდა ყველა იმ ადამიანს მიულოცო ახალი წელი, ვინც ახლა ტელევიზორებთან სხეთხართ და მიყურებთ. ან ვერ მიყურებთ, ან არ მიყურებთ. თავარია, გულით მინდა იყოთ ბედნიერები. იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა. დავიწყოთ ბედობის გადაცემა. ბედნიერ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიხარია, რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. დარწმუნებული ვარ, თქვენი ფეხი ჩემი მაყურებლისთვისაც ძალიან კარგი იქნება. მე მინდა თითოეულმა თქვენთაგანმა მიულოცოთ ახალი წელი მაყურებელს. ულოცავ ჩვენს მაყურებელს, თქვენს გადაცემას, თითოეულ თქვენთაგანს ახალ წელს. მნიშვნელოვანი წელიწადია სამყაროსთვის, თითოეულ ჩვენთაგანისთვის გარდამტეხია. ბევრი ცვლილებები იქნება და ცვლილებები უკეთესობისკენ თან და თან. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მიულოცო ახალი წელი, ბედნიერება, სიხარული. მოდი ესე ვთქვათ, ბედნიერი ვარსკვლავის პოვნა, ყველას სჭირდება თავისი ვარსკვლავი, რომელიც კაშკაშებს და უნათებს გზას ამ სამყაროში და ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა და თქვენ ბევრი კარგი გადაცემა. გაიხარეთ. კუკლაჯანი. ნინო, ჯანმრთელობასთან ასოცირდები? გია, პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს. ჩემთვისაც შენ რაღაცა ბედნიერების და სიხარულის სიმბოლო ხარ და ძალიან ბევრისთვის იმედის ჩამსახველი და კარგი ხასიათის მომყვანი, ასე ვთქვათ. და მინდა რომ შენ იყო ისე როგორც შენ გაგიხარდება. და შენ როგორც წესი კარგი რაღაცეები გიხარია ხოლმე და შენი სიხარულით ბევრს გაახარებ. მაყურებელს კი იგივეს ვუსურვებ, რომ როგორც თქვენ გაგიხარდებათ, აი ისეთი წელი გქონოდეთ. მადანა. პირველ რიგში ჩემო ძვირფასო გია, მინდა მოგილოცო ახალი წელი, გისურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, დღეგრძელობა. ულოცავ შენს შესანიშნავ გუნდს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მაყურებელს, საყვარელ მაყურებელს, ერთგულ მაყურებელს. ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულები არის ახალი წელი და მინდა ფეხბედნიერი იყოს ეს წლევანდელი წელი, ვიცი რომ კარგის მომტანია ძალიან და სრულიად საქართველოს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დოვლათსა და ბარაქას. ბატონო გრიშა. პირველ რიგში მართლაც რომ თქვენ გილოცავთ ამ შობა ახალ წელს. იმიტომ რომ სრულიად შემიცვალეთ პროფესია, გინებიდან ლირიკაზე გადამიყვანეთ. მეტად მოსწონს ჩემ მაყურებელს, შეძლებს პირველი პრომოციის. მაგრამ ხანდახან მეუბნება ისიც მიაყოლეო. მეორეს და ძალიან კარგი წელი დაგვიდგა რომ იცოდეთ თქვენ. ამ ხრის კაცი ვარ და ჯერ საქართველოს სუვერენიტეტზე არავის არ უზრუნია ისე როგორც ეხლანდელმა ხელისუფლებამ. ამდენად ამ სუვერენულ საქართველოში გილოცავთ ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს და თანადგომას, ერთმანეთის სიყვარულს და ნახეთ როგორი კარგი ახალი წლები დაგვიდგება და როგორი კარგი შობა ახალ წლებს გავატარეთ მომავალში. დიდი მადლობა. მარიამ. გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას, წარმატებას და ულევ სიხარულს გისურვებთ. დიდი მადლობა. ბატონო გივი. ჩემო კარგო, მე ამ წელს უსურვებ ჩემ საქართველოს ასიცი. მთელი მსოფლიო დღეს დაემგვანა გაყინულ მოედანს ჰოკეის სათამაშოს. სადაც არის მარტო მოგება და წაგება. სადაც არ არის სითბო და სადაც სიყვარული არ არის. იმიტომ იქ ყინოა. და მე გეტყვეს რაღაცას რომ
მე ბედნიერი ვიქნები, რომ ჩემი საქართველო ნახო გამთბარი მზის სხივით, რომელიც მზის სხივით სიყვარულს მოუტანს ჩემს ქვეყანას რა. და ის რაც აკლია მსოფლიოს, მოდი ჩვენგან დაიწყოს სითბო სიყვარული. დიახ. სითბო სიყვარული და ერთმანეთის მოფერება. და გადაედოს მე აი მსოფლიოს სიყვარულის და სითბოს ფენომენი რა. გაიხარე, დიდი მადლობა. დღეს მოვიყვანე არაჩვეულებრივი ბიჭი ჭიათურიდან, გუგა ჩაჩანიძე. ჩემი მხარე აბა რა და აქვს ასევე გამორჩეული იუმორი. გუგა, წარმატებას გისურვებ და მიულოცე საქართველოს. უპირველეს ყოვლისა უღმეს მადლობა რომ მომიწვიეთ. მე ყველას გილოცავთ აქ ახალ წელს და ძალიან საქართველოს და ბოლოს მოგილოცავთ როგორც თქმელი ლუკმა და როგორც იუმორისტი, სულ ბედნიერად ყოფილიყავთ. გაიხარე. აი მომწებ უფლებას რომ აი ამ შვიდ ბიჭ გაუგზავნო ახლა საჩუქარი ამან ჩაუტანოს და იმათთან ერთად რომ ისიყვარულოს. აი ახლავე რომ გადავწე რა. შეიძლება. ხო, რომ ჩავა იქ რა ახლა. ხო, ამ პატარა ბიჭებს რა და დაპატიჟე ისინი ჩემგან რა. ძალიან გთხოვ. ისეთი მოულოდნელი იყო. მოკლედ, მოდი გავაგრძელოთ გადაცემა. მანანა, მოგვიყევი, აი შენთვის რა არის ბედობა? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბედობა. ნუ ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ვიცოდით რომ სახლში ვინ შემოდის, ესე უნდა კარგი ფეხით, კეთილი ფეხით უნდა შემოვიდეს და იმ წელიწადს იქნება არაჩვეულებრივი წელიწადი. ნუ ტრადიციულად რა თქმა უნდა მე ძალიან მიყვარს კარგი კერძების მომზადება, მიყვარს ლამაზად გაშლილი სუფრა, მიყვარს სტუმრები რომ მოდიან სახლში, მეგობრები. მანანა, რამე ტრადიცია ისეთი, აი როგორ უნდა ჩაიფიქრო ბედობაზე? ტრადიცია ჩემი არის ყოველ დილას რო ვდგები, ჩემს საყვარელ ხატებთან დავდგები, ვლოცავ ყველას, მეგობრებს, ახლობლებს, ჩემს ნათლულებს, აი ეს არის ჩემი ტრადიცია და სხვათა შორის, იცი როგორ მამშვიდებს ეს ყველაფერი, მთელი დღე მე კარგ ხასიათზევა. ყველა ოჯახის წევრს, ყველა მეგობრის სახელს გვარს ვასახელებ. სხვათა შორის შენ ცხარი ბლოცვებში. დიდი მადლობა. შენ არ ახარ ჯეშიტანელი. შენ ისეთ ხულიგანი ხარ, შენ ვერ შეგიყვანე. შეიყვანე. თუ წესიერად მოიქცევი შენ. ცოტა ნორმალური გავხდე რა. სხვათა შორის აი ჩემი მიშიკო თავის ოჯახთან ერთად თუ გულით გწამს და გიყვარს ეს ყველაფერი, აუცილებლად შეგისრულდება ყველა შენი სურვილი. ბატონგივი, აბა მოყევი. რა მოყევი, არა, მოყევი. შენი ზაკი იმას, ხო, აი ბედობას. ხო. დედას ვიცავა რა. მამა ჩემი ხო პედაგოგი იყო სკოლის დირექტორი და ამხანა გიყავდა ბატონი გრიშა. ხო. ორიანი კი არ იყო. სანაძე გვარად. და ჩიჩუმჩის ისე წაშა და გახუნებულივით მოვიდოდა ხოლმე ბედობის დღეს და მამა ჩემს ის უყვარდა. და მჩუქნიდა ბიჭო რვეულებს, სუფთა რვეულებსო აიო სკოლაშიო კარგად და იყო ოჯახში რომ აი ბატონი გრიშა მოვიდა ჩვენი უსაყვარლეს მე ყველაზე ძალიან მიყვარდა ბიძა ჩემს ყავდა იყო ესეთი ბიძა გერონტი მყავდა ბიძა ულამაზესი კაცი შეაპაში იმას ჯადო რომ 14 ცოლი ყავდა გამოცვლილი და ბოლოს ცოლი მოიყვანა აი გეუნები დაღდათ ისეთი ცოლი მოიყვანა რომ ეს იყო გერონტი იყო იმის მე-16 ქმარი ნახდა ბავშვს გეუნები მაგრამ ულამაზეს საშორის ულამაზესი და ბაზარში მუშაობდა დეზერტირის ბაზარში იყო ექიმი აუ რა ფული იცი ის ექიმი ჟურები ხდებოდა დეზერტირის ბაზარის ექიმი რა შუაშია ბედობასთან ეს მე ეგ არის შუაში ზუსტად და თუ მოვიდოდა ის ბედობაზე გერონტისთან ერთად ჩემზე ბედნიერი კაცი პლანეტაზე არ იყო რომ გააზრდა ასრაეთერებს და ჩემ ლამაზ ბიჭს ვენაწოლევდა ჩუქნიდა ის ჩუქნიდა ბედნიერებას ფულებს ჩუქნიდა მთელი წელი მივდიოდა აი ესე ბატონო გრიშა მომიყევი თქვენი ბედობის ამბავი ერთი წესი ბედობასა ხო არსად არა აქვს სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა ხო მართალი ხარ ეს ადამიანის გუნება განწყობაზეა დამოკიდებული აი სვანეთში როგორ არის ბატონო ჩვენთან აი გეუბნებით რომ დედაჩემი გაიხედავდა გაიგე მეზობლებში ჩუმად გაიხედავდა რომ ერთი ორი მეზობელი მყავდა იმას სუდი თვალი აქვს
და არ დაგინახოთ იმან რა, უთენია, ყველაზე ადრე საწყალი დედაჩემი დგებოდა, წყალზე მიდიოდა და თეთრი ქვებია, შვანეთი, რომელსაც შავის დასდევს და ხანოქროსფერი ზოლების დასდევს ამას, ქვას. და იმას არჩევდა ამ გაყინულ თოვლიან, ყინულიან წყალში რა. ხო და მოიტანდა და იმას დადებდა არჩევნადგილზე, მე წავიდოდა მაყვლები არის, მაყვლები კი არა, გარეული ვარდია, დიდზე იზრდება რაღაცა და დიდი ტოტები აქვს, იმას მოჭიდა რამოდენიმეს, გაიგე და თაღოვანი შემოსასვლელი ჰქონდა ჩვენს ძველ სახლსა. ხო და იმას გააკრავდა ეკლებია რამეები და ის ეშმაკები ადვილად არ შემოვა და ასე შემდეგ რა. მარიამ, მოყევი. მოკლედ, შენი ბედობის ამბავი. ჩემი ბედობის ამბავი აუცილებლად ასოცირდება სცენასთან. იმიტომ რომ სულმღერი და ეს მებედება მთელი წელი და სულ კონცერტები და სულ. ეხლა დაგებედება ბაბუა გივისიყარული. კი ბატონო. აუცილებლად ფურცელზე წლის გეგმას, რომელიც აუცილებლად უნდა ავიხდინო და მთელი 1 წლის განმავლობაში რაც უნდა გავაკეთო, ეს ყველაფერი იწერება და სხვათა შორის ყველაფერი სრულდება. კი. ეს საოცარი ბიჭი რო შეგიყვარდა. გეწერა იმ ფურცელში. მართლა? არა, არ მეწერა ეგ. მეუღლე შენი. დიახ, ხო. ბრავო! ბრავო! დიდი მადლობა. ნინო, მომიყევი ბედობაზე და აუცილებლად ის ისტორია მინდა რომ გაიხსენო. მორიგე რო იყავი ყოველ ახალ წელს, ვითომ? რა ვქნა, გია, თითად არ გიждები ამ ახალი წლის დღესასწაულებზე, იმიტომ რომ ასოცირებულია შრომასთან გააწყვია ალაგი. აქ მაქვს, მოკლედ პროფესია ხელს მიწყობდა და ახალ წელს ხომ მორიგეობაზე რო იყო, კენჭს ვყრიდით ვის შეხვდებოდა და ერთხელ მომივიდა ეს კენჭი, ამოვიღე კენჭის ხრის დროს, რომ მე უნდა ყოფილიყავი ახალ წელს მორიგე და რო დავჭი, ისეთი კარგი იყო, იმიტომ რომ ის პროფესიული რაც ის არ მღლის და ეს სახში ეს ამდენი ხალხი მიიღე ჩაი ნახევრად გამივსე, ყავა უშაქრო და ყველა სხვადასხვა რომ და ისტერიკა მაქვს მაგას. და მივხვდი რომ ძალიან კარგია და დილით რომ დავბრუნდი სახლში, ყველაფერი დარეწყილი დასუფთავებული, ალაგებული დამხვდა. ეს რა კარგი ყოფილა მეთქი და მომავალ წელს ჩემით დავნებდი სახლში მოვიდი რა ბედი მაქვს მეთქი ისევ მე ამოვიყე ეს მეთქი მაგრამ მეორე წელიც ესე და მე ხო არასოდეს არ ვიცი ტყუილის ისა ღიათ ვაღი არის რომ აი ეს მერჩივნე ან ჭურჭლის წარებას და რეცხვა ხეხვას მორიგეობა ბევრად მეც სიამოვნებას ვიღებდი ამ შემთხვევაში და ეხლანდელი ბედობა, აბა როგორ გითხრათ, ბევრი წელია უკვე, ძალიან ბევრი წელია ბედობაზე. გუგა, ბავშვები სადღაც მიდიან სტუმრად, ეხა შვილიშვილსაც მოკიდებენ ხელს და დადიან წინ და უკან ერთბებიასთან მეორებებია, მოკლედ ყველგან გადაადგილებით მიდიან სტუმრად და მე ყოველთვის ვრჩები სახლში. ტელევიზორები ყველა ოთახში ჩართულია, ეს თბილი სახლი და გადავადგილდები, ხმას არ ვიღებ. და მთელი დღე ვარ ჩემ თავთან მარტო და ვფიქრობ რა იყო კარგი, რა იყო ცუდი წინა წელს და რას დავტოვებდი ამ წელს. არანაირ გეგმებს არ ვისახავ, უბრალოდ ამ დღეს მაქვს ხოლმე სრული სიმშვიდის კონცენტრაცია, მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ კიდე ერთი წელი გვაჩუქა და მერე საღამოს უკვე ეს ბევრი წელია ეს ტრადიცია, დალი ჩიტალაძე აკეთებს თავის ელარჯს და ხონს და ასე შემდეგ და იქ მივდივართ რამოდენიმე ჩვენი იქ მიდის ხომი ელარჯი, ჭორები, ხახა, ხიხი, იქაც რამოდენიმე ვართ ვერძები, ესეთი გზნეული ქალები, შევიკრიბებით ხოლმე, ესე ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და უშვებთ კოსმოსში რა გვინდა და მაინდა-მაინც ჯინაზე მაშინ მავიწყდება რა მინდა. რა გინდა, მოდი. და მაშინ სულ ვეუბნები ღმერთო, გააკეთე ისე როგორც შენ გინდოდეს და გემეტებოდეს ჩემთვის. ოღონდ ჩემი მონაგარი ცოცხალი და ჯამთელი მყავდეს და რა ვიცი, ასე ხან კარგად, ხან ცუდად ვაგორებ ამ სიცოცხლეს და ვარ. და მადლობელი ღმერთის ყოველთვის. იყავი ბედნიერი. შენ და სამზარეულო, ვიცი, გიყვარს თუ არ გიყვარს, მაინც ამზადებ. ძალიან კარგი მზარეული ვარ, დედაჩემი შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა. უბრალოდ
ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ, კი, ვიღლები, უზომოდ ვიღლები, თუმცა გუგას ძალიან უყვარს რაღაცა ეს მე რო გავუწყობ ხოლმე, აი მაგ დროს გაუკეთე რა მოხდება. თელ დედამიწას დედამიწა რო დავუდო წინ, იმას არ იმჩნევს და კატლეტი რო გავუკეთო, იმაზე არის ჭკვიდან გადასული და აი ვერ ხვდები მართალია ეს რომ მამაკაცების გულთან მისასვლელი გზა კუჭზე გადისო, მე მგონი მართალია, არ მინდა ვირწმუნო, მაგრამ მე მგონი არის მას სიმართლე. კარგი, არაწყენინო ეხლა ამას რო გაიგე. მაგრამ ყოველ დღე რო გავაკეთო, მაშინ არ დავფასდები. ძალიან კარგია ეს დიალოგი, ასე დილამდე შეგვიძლია. გია, ერთხელაც გვესტუმრეთ ჩვენ ამ გოგუების თავშეყრაზე დალისთან. წამოვალ. ხო? წამოვალ დალის შუზე. ამაზე ბედნიერება რა იქნება? ოქრო ზოდივით გამოვიყურები. ვერძი რო შეხვალ. ხო. კიდევ ერთი ვერძი შემოგვემატები. აქედან პირდაპირ მივდივართ დალისთან. გადაცემას ეხლა დაამშვენებს სიმღერა და მანანა. გთხოვ, ჩემო კარგო, რომ ვიმღერო. სიამოვნებით. სიყვარული სიტყვა ქართო ერს დღეს ხომ ყველა ბავშვია და ყველა ერთად ვერთობით საქართველოს გაუმარჯოს სილაღი და ერთობით ნაძვის ხე აინთება სანთელი დაინთება სასმისი აივსება ოცნება აგვიხდება ახალი წლის ღამეა და გული როგორც გერს სიყვარული სიტყვა ქართო ერს ახალი წელი ყოფილიყოს კვალი მისი ნათელი ცისარტყელების გზებით მავალი მოდის ელი ახალი pam param pam 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 param pam param pam 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 param pam pam param pam pam param pam pam param pam pam param დიდი მადლობა. ბატონო გრიშა, მოკლედ თქვენ რო ჩემს გადაცემაში მოდიხართ, იმხელა რეიტინგი აქვს მერე თქვენს წაკითხულ ლეგს,
რომ მე გადავწყვიტე ყოველთვის, მოდი კონტრაქტი გავაფორმოთ. აი ბატონო. რადგან ასეთ ქალების იმაში მოხდი, მეც მიუხედავად წლების სიმრავლის ავღელდი მეცა. გრიშაშვილს აქვს ერთი ასეთი ლექსი, სხვადასხვა არქივში მუშაობდა, უფრო მეტად მეცნიერი იყო, ვიდრე პოეტი ეს კაცი და ერთხელ ამოვიდა აპრილი თბილისში, ასეთია ეს რას ავით ჩემი არქივი სულის და გულის დამღრელი ან რატომ შრომობამდენსა განაც ცოტა მაქვს ნაგველი რას ვეჭიდები ამ ბურჯებს ამ ცხრა თავიან მდევებსა მე რითმაშიც არ გავცვლი ამდენსა გამოკლებსა აუ რამდენი ზიარის აუ რამდენი ქალია ბრავო მართლა ბრავო ბატონგივი, რამდენი წლის ხართ? მე 487. მართლა. ეხლა გენაცვალე, ყველას გეპატიჟებით. კარგად იცი რა არის დაბადების დღე ვიხდი 400 კაცზე. დაბადების დღე მექნება თუ ცოცხალი ვიქნები 28 თებერვალს. ყველას გპატიჟებით. აი აქ ვიცხეთ ხარ. შვილო, შენ დაპატიჟებული ხარ, ბაბუ. ესე ხელწამოსაკრავად რო ამბობთ ხოლმე, რომ აი თუ ცოცხალი ვიქნები. აი გულში რას ფიქრობთ? შვილებს ვიცავარ ყოველთვის ვიყო, ყოველი დღე, აი კაცოდ ვიძახ, აი გამიტენდა ხო დღე. ღმერთს მეუბნები, მადლობთ ღმერთო, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქე. და თან რა არის, ერთი რამეა. როცა შენ ცოცხალი ხარ და ყველაფერი ცოცხალი გაქვს ამასთან ერთად. აი ეს არის ბედნიერება და სიცოცხლე. ერთად უნდა გდებოდეს ორგანიზმი. მე მოვკვდი როცა დრო იყო ახლა. ეხლა ვასაფლავებ ჩემ თავს რა. და ჯერჯერობით მე ცოცხალი ვარ. ცოცხალი. და ამ სიცოცხლეს ვეტრფი. სანამ არსებობს ლამაზი ქალი, მე ყოველთვის ვარ სიყვარულით მთვრალი. ბატონო მიშა, ვის როგორი წელი ელოდება წელს? ყველაზე აქტუალური თემა, რასაკვირველია, ეხლა ჩემო კარგებო დაიწყო მნიშვნელოვანი წელიწადი პირველ რიგში ცვლილებების. და რისთვის არის კარგი? ოჯახისთვის. ოჯახი, საათესო ურთიერთობა, სახლში მაგალითად ლამაზი კომფორტული სიტუაციის მოწყობა. წლის მეორე ნახევარში იქნება ძალიან ბევრი ქორწინება. მოდი ეს ვთქვათ, აი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ეს წელიწადი და კარგია. ეხლა ცალკეული ნიშნები, აგერ შენ ყავს ვერძები, აგერ შენ ხარ ვერძი, აგერ ნინოა ვერძი, ხო? დავიწყოთ პირველი ნიშნით. მოემზადეთ. მგზავრობა, მოგზაურობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წელს, მაგრამ ძირითადი ადგილი არის სამშობლო. თქვენი ძირითადი ადგილი არის წარმატებისა სამშობლო. და ბევრი საინტერესო რამ გაიხსნება თქვენ ცხოვრებაში. ეს არის პერიოდი სანათესო ურთიერთობებისა, სამშობლოს პატრიოტიზმის გამოვლენისა, ტრადიციებში ჩაღრმავებისა და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებებისა. მატულობს თქვენში ინტუიცია, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ. ამიტომ ძალიან კარგი წელიწადია, შანსებით ახსოვსე განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. ეხლა რა შეეხება კუროებს, კუროებო, ჩემო კარგებო, ეს არის პერიოდი, რომელიც ხელსკობს მრავალფეროვან შეხვედრებს, კონტაქტებს, მოლაპარაკებებს, სწავლას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას, უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა შემოდის წინა პლანზე, ხო? და ამავდროულად საუკეთესო დროა მგზავრობა მოგზაურობისათვის, ვისაც გიყვართ, რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ ამ კუთხით და გაქვთ ძალიან კარგი შანსები, ხო, პერსპექტივისა. გადავიდეთ ყუპებზე, ყუპებო, ჩემო კარგებო, თქვენ გაქვთ ფულის წელიწადი. აი აქ გაქვთ საშუალება სერიოზულ ბიზნესში ჩაერთოთ, სერიოზული პარტნიორები იპოვოთ, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა მოიტანს ძალიან ბევრ მატერიალურ დივიდენდებს. პრემიები, ბონუსები, სხვა სახის ფინანსური შემოსავლების ტენდენცია გაქვთ არნახულად მაღალი. შეიძლება ვიღაცამ დაწერა წიგნი ან რაღაც კომპოზიცია აეკნა შემოვა მატერიალური ბონუსები და წარმატების ფაქტორი. რაც თავარია, რაც ამ გაორებულ ნიშანს, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ის მოდის სტაბილურობა და ერთგულების ფაქტორი წინა პლანზე. მაგრამ თავარი ფავორიტი მაინც თქვენ არ ახართ. ვინ არის მთავარი ფავორიტი? კერჩხების ზოდიაქო. აი ვისთან გადადის გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მთელი წლით, წლის პირველ ნახევარში იქნება იქ ფარველი ანგელოზი სელენა, ხო? კერჩხებებო, მოემზადე დიდ ცვლილებებისთვის.
ეს იქნება ცვლილებები, გინდათ პირადული, გინდათ აი ტანსაცმელი შეიძლება შეიცვალოთ, ვარცხნილობა შეიცვალოთ, ცხოვრებისული სტილი, მეთოდოლოგია, ახალი რეფორმები, ახალი იდეები, პროექტები, ახალი ნაცნობობა, ყველაფერი მოდის არნახულად დიდი რაოდენობით. ამიტომ თუ თქვენ წინა პერიოდში მით უმეტეს გქონდათ რაღაც სირთულეები, ამ სირთულეებს გადალახავთ, მოაგვარებთ, ბევრ ადამიანს აპატიებთ, შერიგებისთვის საუკეთესო დროა და სიყვარულისთვის რასაკვირველია. ლომები იმპერატორთან ნიშანი, განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის წლის მეორე ნახევარი, როდესაც უკვე ფარველი ანგელოზი გადავა მათ ზოდიაკოში და ლომი ეს რა არის? ლომი ეს არის სიყვარული. სიყვარულის სიმბოლოა როგორად, ხო? ანუ ნიშნავს რას? ლომი მართავს საქართველოს, წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში გაზრდერდება ურთიერთსიყვარული პატივისცემა, საქართველოში იქნება ყველაზე კარგი შესაძლებლობები სასიყვარულო კონტაქტების, მათ შორის რომანტიკული თავგადასავლების, ქორწინების ძალიან მაღალი შესაძლებლობები და ალბათობა, რაც თავარია, ლომი მოიტანს სამყაროში და არა მარტო საქართველოში სიყვარულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლომის ზოდიაკოს ნიშნებს აქვს ძალიან დიდი შანსი გახდნენ ხელმძღვანელი პირები, გამორჩეული ადამიანები და ავტორიტეტი ერთიორად აიმაღლონ. ქალწულები, ქალწული ეს ყველაზე შრომელი ნიშანია, ხო? აგერ ყავს, აგერ ბატონო ქალწული ჩვენ სტუმრად, აქედან გამომდინარე ეს ის ნიშანი, რომელსაც არასოდეს არ ეზარება შრომა, ხო? და აქედან გამომდინარე შრომის მეშვეობით ძალიან ბევრს აღწევს. სხვათა შორის უძლიერდება თან ინტუიცია, ესე ძალიან ძლიერი ფაქტორია და ინტუიციაზე და ახლა ჩვენ ისეთ წელიწადი გვაქვს, სადაც ინტუიცია ორმაგად ფასობს. დაგენა გამომდინარე ინტუიციაზე დაყრდნობით პლუს თავისი შრომა, თავისი პასუხისმგებლობის მაღალი უნარი და წესიარება მას აძლევს საშუალებას, როგორც ბიზნეს საქმეს ჩაერთოს. მათ შორის ბევრი სასიკეთო ცვლილება შეიტანოს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ენას ბილი დააჭირეთ. საიდ უნდა დაიცავით, რას აპირებთ, სად მიდიხართ, რა გეგმები გაქვთ, წინ და წინ ქალწულებო, ნუ გათქვათ. მაშინ იქნებით გაცილებით მეტად წარმატებული და ფაქტორი წარმატებისა ერთიორად მოიმატებს, ხო? ეხლა რაც შეეხება ისეთ ნიშანს, როგორც არის სასწორი. სასწორებო მოემზადეთ პროფესიონალური კარიერული განვითარებისთვის. აი აქ თქვენ გაქვთ საშუალება კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ ვისთან, ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, რაც ხელს უწყობს იმას, რომ შეიძლება მიიღოს წინადადება ახალი თანამდებობის დაკავების, ახალი პროფესიონალური წინსვლის კუთხით, შეიძლება მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი პროფესიონალიზმის ზრდას, ამიტომ კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მე ხარ რასაკვირველია ძირითადზე ვსაუბრობ, გამომდინარე დაუშვათ ჩვენი დროიდან, თორე ხა თითოეულ ნიშანზე შეიძლება ნახევარი საათი ვილაპარაკო, მაგრამ მოკლედ ძირითადზე ვის სადა აქვს წარმატების ყველაზე მეტი ფაქტორი. რაც შეეხება მორიელის ზოდიაკოს, მორიელო მოემზადე მოგზაურობა, მგზავრობა. საუკეთესო საშუალებები გაქვს უცხოელებთან ძალიან კარგი კონტაქტის დამყარებისა და რასაკვირველია, ის კონტაქტი კი არ დამთავრდება მარტო შტაბ-ეჭდილების მიღებით, არა, იქ თქვენ მიიღებთ წინადადებას ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა, ან მატერიალური დივიდენდების მიღება, ანუ საუკეთესო დროა რომ თქვენ დავუშვათ ისწავლოთ უცხოეთში, ან კვალიფიკაცია იმაღლოთ, ან მივლინებით მოხდეთ, ხო? ძალიან დიდი წარმატების ფაქტორი იქნება და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ერთიორად წაწევთ საკუთარ თავს წინ და გაზრდით საკუთარ ავტორიტეტს. შილდოსნებო, შემოკარგებო, თქვენთვისაც ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი, თუმცა მთელი წელი კარგია, მაგრამ მეორე ნახევარში პერსპექტივა მაგალითად იგივე ახალი იდეის დაწყებისა, ბიზნეს საქმიანობისა, შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობისა ერთიორად მოიმატებს და რაც თავარია, თქვენ ხო ყველაზე ოპტიმისტები ხართ. ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი და განწყობის თეორია დმიტრი უზნაძის ყველაზე კარგად მუშაობს შილდოსანში. თქვენი ოპტიმიზმი, სიხარულის გადმოცემის უნარი და ის რომ კეთილშობილი ნიშანია, რომელიც წელს დაამკვიდროს ბევრ კეთილშობილურ პროექტებს და აქტიურად ჩაერთვება საქველმოქმედო აქციებში. პლუს თქვენ იქნებით საზოგადოებრივად აქტიური ნიშანია, ეს ერთიორად აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში და მოგცემთ საშუალებას, რომ იყოთ უფრო პოპულარული, ცნობადი და წარმატებული. რაც შეეხება ისეთ ნიშანს, როგორც არის მაგალითად თხისქა. თხისქა ზოდიაკო უნდა მოემზადოს რისთვის? მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებთან, კოლეგებთან შეიძლება დავუშვათ უბრალოდ მეგობრებთანაც კი ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა გაიხსნოს და ეს გახდეს თქვენი სერიოზული წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა, მაგრამ ისე როგორც ქალწულს, ისევე თხისქას აქვს ერთი აუცილებელი პირობა.
ენაზე კბილის დაჭერა. საიდუმლოს არ დაცვა 2025-ში. მაშინ წახვალ წინ. მერწყულება უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი ახლებურად გაიფურჩნება 2025-ში. შეიძლება რაღაც პიესა შეიქმნათ, შეიძლება თქვენ რაღაც საინტერესო სურათი დახატოთ, შეიძლება კომპოზიცია შექმნათ და გაითქვათ სახელი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც თქვენს ახალ საინტერესო ორიგინალურ იდეებს ეძლევა ახლებური განვითარების შესაძლებლობა და თაღრმავდება თქვენი ინტუიცია. ინტუიციაზე დაყრდნობით მოგდით ერთი მეორეზე საინტერესო იდეები. გენერირება ამ იდეებისა კი მოიტანს როგორც მატერიალურ დივიდენდებს, ასევე თქვენს აღიარებას საზოგადოებაში. ამიტომ მერწყულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა როგორც სიახლეებისთვის, ასევე შემოქმედებითი მუშაობისთვის, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. თქვენ გიყვართ თავისუფლება, მესმის, არ გიყვართ მარწუხები, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ პირადი ურთიერთობა მარწუხია, მაშინ ვერ გაიქცევით მას. საუკეთესო დროა პირადი სასკვალო კონტაქტებისთვის და ზოგიერთ თქვენთაგანს მოულოცავ ქორწინებას. თევზები აგერ ყავს ბატონი გივი, აგერ მანანა, ხო თევზები ზოდიაქოს ნიშნი წარმატებული. ჩვენ არა გვაქვს საქორწინო რამე. აი ზუსტად მად მივდივა, აი გრძნო, აი ინტუიცია რას ნიშნავს თევზები საგრძნობენ, ხო ყოველთვის, ხო? ეხლა ჩემოკარგებო. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ასევე თქვენთვის რა კუთხით? შემოქმედებითი ნიჭის უნარის ახლებურად გამოვლენის კუთხით. ძალიან ბევრ საინტერესო კომპოზიციასაც შექმნით და ძალიან ბევრ საინტერესო წიგნსაც გამოუშვებთ, მაგრამ ძალიან კარგი პერიოდი ასევე სასიყვარულო პარტნიორით. ის არ მოვიდა ის სადაც მე მინდოდა. და იმისთვის რომ სიყვარულით გაუხსნათ ძალიან ბევრ ადამიანს უნარი იმისა, რომ ახლებურად განვითარდეს, სხვა შორის ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის სფეროში, ეზოთერულ სფეროში, გაქვთ საშუალება, რომ ჩაუღრმავდეთ კოსმიურ კანონზომიერებებს, სხვანაირი კუთხით დაენახოთ სამყარო და დაანახოთ სხვა ადამიანებს. რო ვეუბნებოდი, მანანაც არ ჯეროდა ჩემ. აი ეს მოკლე ინფორმაცია 12 ზოდიაქოს 2025 წლის უღრმესი მადლობა. ბატონო გივი, წაგვიკითხეთ ერთი ლექსი. აცივდა შორგზებს გაჰყვა მერცხალი. თბილ ქვეყნებისკენ ზეცა გაკვეცა, ხოლო მეღურავით უმეცარი. შიშველი დარჩა სამთრის სარკესთან. დარჩა და ყინვამ დასვამ ზესავით. და როცა თოვლიც გადაეხურა, სხვაგან გაზაფხულს შეხვდა მერცხალი. აქ კი ყინვაში მოკვდა ბეღურა. და მიყვის როცა თეთრ სუდარაში ვებამთებიც ჩარს პერმიხტილი რატომ სადია ამ პატარა ჩიც სხვაგან სიცოცხლეს ჩვენთან სიკვდილი. აი მე მინდა რომ ჩვენ ისე ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ, ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ და არ მოვკვდეთ, ვიცხოვროთ და ვისიყვარულოთ. ამბობენ რომ ბედობა დღესო ყველაზე კარგია როცა ძაღლი შემოვა სახლშიო. პატარა ბიჭი ვარ, მამა გადასახლებული მყავს და ფიერი ვარ, ნახევრად 5 წლისა ვარ, მამა გადასახლებულია, 15 კვადრატულ ოთახში ვცხოვრობ მე და დედაჩემი და ბებიაჩემი, კერასინკის სუნი სულთან დამყებოდა. მაგრამ რა იყო იცი? სუღია იყო ფანჯარა, მაგრამ სიყვარული არ გაფრინდა. იმიტომ სიყვარული ცხოვრობდა მაშინდელი ხალხი. და მეზობელი მყავდა ტიგრანა, ბუღალტერი, კაი კაცი, პირველ სართულზე ცხოვრობდა და მე ძალიან უყვარდი და ზალატა გალოკას მეძახდა და სულ მეფერებოდა და მჩუქნიდა კამპეტებს. იცოდა რომ გაჭირებული ოჯახშვილი ვარ. და ჩემს ეზოში ძაღლი იყო ბიჭო. გაუბედურებული ძაღლი. ხო და ამას დაარქვეს მეზობლებმა მურმან ხრუაო. რო ეძახი ვერ მოდის, ნუ უკეს ვერა და ხო და ჩემთვის ეს ძაღლი აბესალომი უფრო იყო ვიდრე მურმან ხრუ. და მიყვარდა ძალიან და რაც მქონდა ხო ყოველთვის ვაჭვევდი და ძალიან უყვარდი ამ ძაღლს. ახალი წელის ღამეა. ყველამ გააკეთეს ისენი რა ქვია, კოზინაკები, რაღაც, აიხვი და არაფერი არა გვაქვს ჩვენ და ძაღლმა ბიჭო. მეზობელი მყავდა, მე სასწორებს არიგებდა დეზერტინის ბაზარში, დღეში 100 ბაენტი ქონდა. ცხოვრობდნენ მაგრა და ძუნწი კაცი იყო. ამ ძაღლმა ამათ გოზინაკები რო გააკეთეს, ბალკონზე ედოთ, იმიტომ რომ აივანზე რო გასაციებლად წავიდა ეს ძაღლი, ჩემი აბესალომა. კბილებით აესე აიღო და აესეთი იმით რა ქვია, ლანგარზე როიდო მომიტანა მე იმათი გოზინაკი. მე რო წესიერი კაცი ყოფილიყავი, იმთავი და ჟულიკი ვიყავი. ვეთყოდი რაბა ეს საქერი და მიუტანდი
ეგრევე სახში გავაქა. ზაღმა მოგიტანა გოზინაყი. ზაღმა გოზინაყი მომიტანა, აი მომიკვდეს ყველაფერი და აი ესე აზმაო, სიყვარულს მიზღონა უნდა რა. და ზაღმა უფრო იცის სიყვარული, ვიდრე ჩვენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ. ესეა ღმერთის ძალის წინაშე. გუგა, ჩემო კარგო, მე ვნახე მისი სატელევიზიო გამოსვლები და მინდა რომ ეხლა 1-2 ამბავი გვითხრას და გაგვახალისოს. გითმობ ასპარეზ. მოდი ვნახოთ პირველი სიტუაცია. ნუ ჭიათურელი ჰოლივუდში პირველ გია ჯაჯანიძე უნდა მიეწვიათ, მაგრამ ახლაც არა გვიან. რისტვინ გამომაგდეთ, ყველა მაგიზასთან რომ მივედი და ჭიქავწიე. ჭიათურელი ზორო. არა ბიჭო, იმას დაუტოვებდი საშვება უღურს. ორა გაია, მართლა გამიბოდა. ხოჭა. და მესამე თვით შენახული მეკლე. გელა, გაკამფეტები თუ მაგეც მე უნდა შემოგიყარო, მადლობა გუგა, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ეს გადაცემა ღირდა. ტირი არ დაუხურია მარიამს, ესე ცხარეცრემლი ტირი. შენ დაგებედა. ხიარულება ბედნი. გაიცინე, ხმით არ იცი სიცილი? და რაც დავარია ბაბუა გივი გაიცნო. აბა ტრადიციად ყოველთვის ბედობა დღეს დიზაინერი ინგა შარვაძე მიგზავნის ხოლმე ნატვრის ხეს. უკვე წლებია, აი თქვენ ხედავთ ამ ნატვრის ხეს და მე მინდა თქვენ ჩვენ უნდა შევაბათ ეს. შეაბათ და თუ რამე სურვილი გაქვთ ისეთი, რომელსაც იტყვით ხმამაღლა, ბატონო გრიშა, მობძანდით. რა ჩაიფიქრეთ ბატონო გრიშა? მე ჩავიფიქრე დიდი დათუნას ხსოვნა ყოფილიყოს ძალიან დიდხანს. დიახ. და პატარა დათუნას დიდი სიცოცხლე დიდხანს. გაიხარეთ. მანანა. მეცი რას ვისურვებდი? რომ სრულიად საქართველოში ადამიანებმა ერთმანეთს პატივისცენ და სიყვარულით მოვექცეთ ერთმანეთს, რომ გული არავის არ ვატკინოთ. გაიხარეთ. ბატონო მიშა. გააძლიერეთ ჩვენი ნატვრის ხე. სიყვარულის წელიწადია, ხალხო. ქართველები შეიყვარეთ ერთმანეთი, შეიყვარეთ სამყარო, შეიყვარეთ სულიერება და მოდი ასე ვთქვათ, გავერთიანოთ. ერთად ვიყოთ და რადგან არის სამშობლოს წელიწადი, გადადის გამარჯვების პლანეტა და ფარველი ანგელოზი კირჩხიბის ზოდიაქოში, რომელიც სამშობლოა, ეროვნული ტრადიცია, წესჩვეულებაა. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ხო? აი მოდით აქეთ მთელი ძალისხმევა, ხო? ვემსახუროთ სამშობლოს, პატივიცეთ მის ტრადიციებს, წესჩვეულებებს, გავიხსენოთ ძველმა ჩვენმა ბრძენმა ადამიანმა რამდენი სიბრძნე დაგვიტოვეს აქ, ხო? გაიხარეთ. დიდი მადლობა. ნინო, მობძანდით. ჩემო გია, რახან შენს ტერიტორიაზე ვარ, მინდა შენ და შენს გუნდს კიდე 47 წელი მოგილოცოთ ბედობა. ბატონო გივი. ღმერთო, შენ სახელს ვენაცვალე, აიყურე? აი, ღმერთის წინაშე ვდგები. ყველა ქვეყანაზე, ყველა შვილები, შვილიშვილები, შვილთა შვილები ამყოფენ ბედნიერად და ჯანმრთელად. ამინ. გაიხარეთ. მარიამ. გუგა. მანამდე ბატონო გია, ახლა ხერცალიერი ხوار მოვიდოდი როგორც ჭიათურეს, ეს ჩემგან. უი მეს რა არის? გოგრები მაინც გოგრა შეხედეთ. დიდი მადლობა. მაინც დაბალი ტანის ადამიანი ძანდებით. დაბალი ტანის ადამიანი ბძანდებითო და დაბალი გოგრა მოგიტანა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და
მოდით ახლა ვნახოთ ის კადრები, რომელი კადრებიც მთელი წელი ვაგროვეთ, რასაც ქვიათ კურიოზები და ახლა თქვენც და მაყურებელიც ნახავთ აი ამ მოკრძალებულ საჩუქრას. გაიხარე, ოქრო, გაიხარე. დაიწყეთ გოგო. გადადი შეამოსაწყვეტო, გადადი. ჩიბი შენ ხარ? ბეილი ყოფილა. რომელი ხარ კაცო, ხმამაღლა? ბეილი, შენი ძმაკაცი ჩიპი სად არის? დეილი. ცოტა სწრაფად, აღარ შემიძლია, წეღან გოჭი ვიყავი და რით ვეღარ გააჩერეთ. ჩემო ბატებო, თქვენ ამოწყრით. იქი დადეთი, ბატეჭკა გამძვრა. სხვა რაკურსში კვლავ საახალწლო განწყობა გვაქვს. და. დედა ეს კვერნაა? რა თქმა უნდა მარტო არ ცხოვრობ აქ. დედა და მამა. და ჩემი ძაღლი. დაწყავს. ძაღლი, ჩემი ძაღლი. დაიცადე. დამაცადეთ. აი მე რა გავხდა. ფიქრობდი რომ ჩემი ფეხები რა ფიქრობდი დამოწდა. იმიტომ რომ უთენია გარიჟრაჟზე დგებიან. აი შენი დედავატი. ქალბატონი ციცინო თხინვალელი. ეს ყური რატო გამომიცვალეთ? მქონდა იდეალური ყური და გარბის თვითონ და რა ვქნა? აი ესე ხო არ ვიდგები. ნანა მოგესალმები. სხვა რაკურსში კლავს ვაიმე პური ჩახტის ეს თუ არა სხვა რაკურსში კლავს საზეიმო განწყობა გვაქვს და არ მეზეიმება არის ახალი წელი. იმხელა სიტყვას რომელსაც ახლა ვიტყვი გაჩუმდით ერთი წუთით რა არის? მოკლედ ებე ხმამაღლა მითხარით რა. ოლაფი. ოლაფი. ოლასი უნდა გეცეკმო ჩემო ოლას ვაიმე რა საყვარ. ოლაფი უნდა გეცეკო ჩემო ოლაფ. თქვენი სახელი? მარია. მაგდა. მარია. ერთი ვინ ლაპარაკობს თუ მეჩვენება გამაგებინეთ რა არის? სამეჯლისო სპორტული ცეკვების მე დარწმუნებული ვარ და გისურვებ რომ ისე ჩაგიკრას მსმენელმა და მაყურებელმა გულში როგორც ქალბატონი ილონა. ვაი როგორც ქალბატონი ორნუს ვერ ვამბობ. ინოლა. როგორც ქალბატონი ილონა. ხო აქ თქვი რომ ისაო. რაღაცა ქალებსო. პეპელას უყვარდა სანთელი. დაფარფატებდა თავზე. კოცნა უნდოდა აკოცა. დაიწვა ცეცხლის ალს. რატო იცინიან ეგნი ამოწყენ? გოგო დროზე მიკარნახე. კარგი. ჩემო საყვარელო მაყურებელო, გემშვიდობებით და გიტოვებთ ახლა საოცარი ბავშვების ცეკვას. ცეკვის აკადემიას სუხიშვილების ბავშვთა ანსამბლი ცეკვა ზეკარი.